მაშ ასე გამარჯობა ლიზა ვადიჩკორია დღეს არის 4 შაბათი ჩვენი დისკუსიის დრო და აქტუალური თემა არის შემდეგი რატო გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი სახალხო სიურპრიზი მწველებს კომპანია Philips Morrisisგან და მე ესე ვფიქრობ რომ და არა მხოლოდ მე რომ მწველებს შორის და არა მწველებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო დაგვრდა რომელიც ისედაც არსებობს როგორც ვიცით მუდმივად ეს დისკუსია ხდება უნდა მოუწიოთ არ უნდა მოუწიოთ ვისი უფლებები ირღვევა ამაზე დღეს საუბრობთ პირდაპირ ეთერში ნებისმიერ შეუძლია დარეკოს ტელეფონის ნომერზე 205-19-25 დააფიქსიროს თავისი აზრი ვისი უფლებები ირღვევა როდესაც ადამიანები ეწევიან საზოგადოებრივ ადგილებში და რატო გაძვირდა თქვენი აზრით თამბაქოს ნაწარმი უნდა გაძვირებულიყო თუ არა თქვენი აზრი ჩვენ გვაინტერესებს მე კი წარმოვადგენ ჩვენ სტუმრებს დღეს არამწეველების პოზიციას იცევს ცნობილი PR კონსულტანტი სააგენტოს მფლობელი თეონა ბაღდავაძე გამარჯობა გამარჯობა ლიზა მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი და უკვე გასაგებია მის პოზიციებს დაიცავს ანუ მწეველების რა თქმა უნდა რომელიც ახლახანს ეწეოდა ჩაქრო სიგარეტი და შემოვიდა და იდეა უკვე მithumedes ვიცავ და პროფესიონალები და კომპეტენტური პირები ისინი გახლავენ კახა ღვინიანიძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორი გამარჯობათ და ასევე ლელა სტუროა დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი არაგადამდებია ხო თუ პირიქით გადამდებია მე ვფიქრობ რომ სიგარეტს მოწევა ხო იცი რა ბავშვები რო იწყებენ იმან მოუწია და მოდი მეც მოუწევ და მეც ვითომ დიდი ვარ გადამდები არ არის ეს ზოგადად ჩვევა არის მიმბაძველი და გარკვეულად გადაედება. თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი, რომელიც იწვევს ძალიან ბევრ არაგადამდებ დაავადებას, როგორიც არის გუსის ძაღლთა დაავადებები, როგორიც არის სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო და არა მხოლოდ ფილტვის კიბო, როგორიც არის დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული და არა მხოლოდ ზოგადად ფილტვის ქრონიკული დაავადებები და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგად ვიცით, ქალბატონო, მაგრამ სულ მახსენდება ჩემი გადამღები ჯგუფი გავუშვი იმ ადგილებში, ანუ სადღაც საავადმყოფოში თუ კლინიკებში, სადაც წესით აკრძალულია მოწევა და სინამდვილე უნდა გადაიღოთ რა ხდებოდა რეალობაში, ანუ არის თუ არა ეს დაცული ეს წესი. და გადავიღეთ ექიმი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და ზემოდან ჰქონდა ესეთი პლაკეტი, ანუ ეს რა ქვია, ფილტვები, გაშავებული, გაუბედური მომენტი ეწეოდა სიგარეტს. ანუ ჩვენ ეს ვიცით ყველაფერი, მაგრამ რატომღაც არ ვიცავთ. თავს და სულ ყველას აქვს, ყველა მწეველს აქვს ეს ლეგენდა. ბაბუა ჩემი 90 წლის იყო, სულ ეწეოდა და 90 წლამდე იცხოვრა. ესეა თუ არა? ესე არ არის, არ ვერ დამისახელებს ვერავინ ვერცეთ კვლევას, რომელიც არადასტურებს, რომ თამბაქოს მოხმარება იწვევს ნაადრევ სიკვდილს იმ დაავადებებით, რომელიც ძალიან კარგად ვიცით. ისეთ ხოლესტერინი. მეორე არსებობს გამონაკლისები, რა თქმა უნდა, ყველა მწეველი არ იღუპება ნაადრევად და იმ დაავადებებით, რომლებიც მე ჩამოვთვალე, ასევე არამწეველსაც აქვს დიდი შანსი იმისა, მით უმეტეს იგი პასიური მწეველია და მით უმეტეს მისი ოჯახის წევრი თუ თანამშრომელი ეწევა მისი თანდასწრებით, გარდაიცვალოს ფილტვის კიბოთი თუ სხვა არაგადამდებები დაავადებებით. დაგაბრალებს ზუზუ ამის სტატისტიკა არსებობს ნამდვილად ნაკლები, მაგრამ ნამდვილად პასიური არამწეველებიც ასევე. მოდი ზუზუ, შენ აქტიურობ, ვიცი რომ იცავ მწეველების და როდესაც აი ეს გაჩაღდა მთელი ომი სოციალურ ქსელებში და ზოგადად რომ რატო გაძვირდა და რას გვერჩოდნენ და ასე შემდეგ და პირიქით ვისაც ეს ფაქტი ესე ვთქვათ გაუხარდა, წერდა რომ ძალიან კარგი ახლა სიგარეტს დაანებებთ თავს. ეს ჩართვას გავაკეთებ დიდი ბოდიში. ჩვენ სახელმწიფო ზოგადად ისინი ვინც თამბაქოს წინააღმდეგ არის და ვინც ვამბობთ რომ საქართველოს თამბაქოს გარეშე ჩვენ წეველების წინააღმდეგი არა ვართ. ჩვენ ადამიანებს წეველებს არ ვებრძვით არანაირად ჩვენ ვცდილობთ რომ მათ შეუქმნათ ის პირობები რომ მათთვის ადვილი იყოს თამბაქოზე თავის დანებება. უკვე მომწონს ეგ. სერიოზული დარტყმა იყო თუ არა ეს რიგი მარკების გაძვირება სიგარეტის? ხო სანამ გავიგებდი რომ რიგი მარკა გაძვირდა, მეგონა საერთოდ სიგარეტი გახდა, როგორც რაღაცა იმუქრებოდნენ, რომ როგორც ევროპაში იყის რაღაცა $11 თუ €11
მე მოგე ყველაფერს შეეხო, როცა გავიგე რომ რამოდენიმე მას მარკას შეეხო, უკვე ეს არ არის არც თავრობის ბრალი, მე მგონი არც არა ეს მოხდა შიდა რაღაცა სამზარეულო, ეგ სხვა თემაა. მაგრამ რა შეეხო შე უფლებებს, ხო? მე არ ვიცავ, სადაც პროპაგანდას არ ვეწევი. მე რო სიგარეტი კარგია და ისე როგორც სხვა ბევრი რამე. და მე აბსოლუტურად ჩემთვის, როცა ვიცი, ხალხო თეონას თქვენს ყველას ანტი ამითი ჩემი უფლება არ ირღვევა, მაგრამ ჩემი უფლება ირღვევა, როცა მე თუ მინდა მოწევა სიგარეტს ჩემ თავს ვავნებ, მე არ მჯერა, იმის მიმლეგედის მჯერა მე, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის მართლა დედა გარდაიცვალა ფილტვის სიმსივნით, ცხოვრებაში ნაფასი არ დარტყმული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიგარეტი მოწიო და კარგი იყოს ჯანმრთელობისთვის. ამას არანაირად არ ვიტყვი, მაგრამ როცა შენ მე მეუბნები რომ ესე ყველაფერზე პუქსარო, შენ არ მოწიო, შენ არ დალიო, ძალიან ბევრი რამე მაშინ და სანამ ამას დავამთავრებ, იმასაც ვიტყვი და ბევრს არ ვილაპარაკებ, ისო ვიღაცას უხარია სიგარეტის გაძვირება, იმიტომ რომ დიახაც აი გაგიძვიეს ეხლა ხოლმე აღარ მოწევ. მე ამ ხალხს მინდა ძალიან ბევრს უთხრა, ძალიან ბევრი რამე შეიძლება ესე გამიძვირო თუ რაც არ ვარგა და ძალიან ცოტა რამ ვარგა. გერკულესი ძალიან კარგია, ვიცი. მაგრამ ღორისხორცი არ არის. ძალიან ხო, ღორისხორცი ცუდია, იქ დასხელევი ძალიან ცუდია, თუ ეს დღემდე ვწით რა ვსვავთ, რა იყიდება, ხო? მაშინ ამაზე ეს იქამდე მიგიყვანს, რომ შეიძლება მარტო ნატურალური რძე და ეს არ არის მარტო სიგარეტი, თამბაქო არ არის ეს საქვია. მე მაგალითად რეპეტიციას რა ვქნა, ცუდია, ვერ გავდივარ, თუ არ ვეწევი, ვერ ვფიქრობ. ეს ჩემი პრობლემაა, რა თქმა უნდა, შენ ამ დროს მე მიძვირებ სიგარეტს, ისე რომ არც მამზადებ ფსიქოლოგიურად, მე არ ჩვენ ვართ მე ვარ საბჭოთა ბავშვი. არავინ ახლა მე არ მიყვებოდა, რომ ეს და ის გადამდები ოჯახში რო ეწევიან, არ არის ესე, იმიტომ მე ბევრი ნარკომანის შვილები ვიცი, წამალს არ გაკარებიან. და პირიქით, აი რაღაცა მეცნიერ მუშაკების შვილები, ის რა ქვია, დავამთავრე ჯერჯერობით. რადგან კახა, აი ეს ძალიან ესეთი საკვანძო სიტყვა გაისმა. მე საბჭოთა ბავშვობა მაქვს გავლილიო და არავინ არ მასწავლიდა მე. ეს ცუდია. აი ეგ ხო არ არის მთავარი მესიჯი, რომ მე არ მასწავლიდნენ. იქნებ ამაშია ჩვენი სისუსტე, რომ არ ვასწავლით კარგად. კი, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი სისუსტეა, მნიშვნელოვანი სისუსტეა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი დღეს, იმიტომ რომ მარტივად ვთქვა, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს თავს მოგვახვიოს ესეთი აზრი, რომ ჩვენ ახლა უნდა ავამაღლოთ ქვეყნის განათლების დონე და მერე გავაკეთოთ ყველაფერი თამბაქოს დარგში. ესე არ ხდება. საჭირო არის საკანონმდებლო მოქმედებები. უბრალოდ მე მინდა რაც აქ ითქვა ძალიან კარგად და ნათლად დახასიათდა ის პრობლემატიკა, რაც მწეველს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ ავხსნა სუფთა იმასთან იმ მხრიდან თუ რას წარმოადგენს თამბაქოზე დამოკიდებულება და რატო არის, რატომ მიისწრაფვის თქვა მთელი მსოფლიო, რომ რაღაც ფასები გააძვიროს, აკრძალოს და ამავდროულად. ეს არის ნარკოდამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმა. მაშადა მე ადამიანს რომ მე თვითონ ყოფილი მწეველი ვარ და ძალიან ძლიერი მწეველი ვიყავი და ვიცი ეს არსებითად რომ შენ ხარ მიჯაჭვული ამ ნივთიერებაზე ისევ როგორც ჰეროინზე ან სხვა ნარკოტიკებზე. სუბუქი ნარკოტიკია, რა თქმა უნდა. ხარ მიჯაჭვული ჩვეულებრივად ამ პროდუქტზე, როგორც ნივთიერებაზე, ისე მე ფსიქოლოგიური, განსაკუთრებით ქალბატონებში ვითარდება ეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და სოციალურადაც. და მე ისე ხდება, რომ წლების განმავლობაში ამას აკეთებ და როგორც აქ ითქვა, უკვე ვერ წარმოგიდგენია რეპეტიცია დაიწყო, ამის გარეშე ფოკუს ვერ აკეთებ და ამავდროულად. ეს ნარკოტიკული ბუნება არის. და მწეველი თავისით ძნელად თუ მივა იქამდე, რომ ამას თავი დააღწიოს. ვერც ერთი ნარკომანი თავისით, რა თქმა უნდა, უდიდესი არის ამის ბევრი ისა წვლილი, მაგრამ გარედან დახმარება აუცილებელი არის. სხვანაირად ვერ ხდება. მაინც პირველ რიგში შენ უნდა მოგინდეს ალბათ, რომ დაანებო. რა თქმა უნდა, უნდა მოგინდეს და ეს მონდომება ხდება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მე დავიწყე, როდესაც მე ვეწეოდი, ვიყავი სამედიცინო სტუდენტი, არ გვასწავლიდნენ სამედიცინო ფაკულტეტზე რა არის თამბაქო, მისი ბუნება და მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ნუ საყვედურებთ ექიმებს,
თუ ისინი ეწევიან დღეს საქართველოში, თუმცა მომავალში ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ გვასწავლიდა რა არის თამბაქო, მისი თქვა დამოკიდებულება რას ნიშნავს, როგორ შეიძლება მისგან განკურნება და ასე შემდეგ. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვეულებრივად ვეწეოდით ინსტიტუტში დავიწყეთ და როდესაც უკვე შეხებაში მოვედი უშუალოდ ამ პრობლემასთან და ჩაუღრმავდი თუ რას იწვევს ეს, რატო იწვევს, რომ ეს რეალურია და ასე შემდეგ, უკვე ამის შემდეგ დაიწყო ჩემი მოტივირება ასე ვთქვათ და დავიწყე ამაზე ფიქრი. სწორედ ამიტოა საჭირო, რომ რაღაც ცოტა ფასებში შეიცვალოს, გაჩნდეს ადგილები, სადაც არ ეწევიან, რეკლამა გაქრეს საერთოდ და ასე შემდეგ. მეტი დაბრკოლება ხო, ანუ დღეს ისე არის თამბაქოს ინდუსტრია მილიონობით თანხას ხარჯავს იმისათვის, რომ ჩვენ გვეგონოს, რომ ეს ნორმალურია. მაგრამ რეალურად ეს ნორმალური არ არის. ღმერთს არ გაუჩენია. ხო, აი ფას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დღეს საზოგადოებაში იმის გამო, რომ ოდნავ პოლიტიკა კომპლექსურობასაა მოკლებული ამ სფეროში, ისეთი აზრი გაჩნდა, რომ იცი რა, ხელოვნურად 300%-ით გააძვირა ხო, სიგარეტი. თითქოს რომ მთავრობას, თავი დავანებოთ. ანუ ვიღაცას თითქოს და აწყობდა ესეთი მკვეთრი ფასების გაზრდა. ხო, მკვეთრი ფასების გაზრდა არ არის გადაწყვეტილი, იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ ერთ დღეში ვერ მოხდება, ვერც თავის დანებება და შემდეგ ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯით, მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ იგრძნოს ადამიანმა დაფიქრდეს, რომ ისე სახელმწიფო მიცხადებს, აი როგორც ბრძანებთ, რომ გამომიცხადოს, მომამზადოს ვიღაცამ. სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს და მოამზადოს საზოგადოება, რომ იცი რა, მე ვაპირებ 10 წლიან პერსპექტივაში გავზარდო ფასი აი ესე. პლუს ამას დაემატება ის, რომ ყველგან ვერ მოწევთ ასე და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თქვენ ნელ-ნელა დაფიქრდეთ იმაზე, რომ არ მოწიოთ. აი რეპლიკა აქვს. პატარა რეპლიკას გეტყვით. მე მგონი დაგეთანხმებით ყველა, იმიტომ რომ ან მე საერთოდ ვერ მივხვდი ჩვენს ქვეყანაში, მე პოლიტიკაზე ყველა მთავრობის დროს ამას ვიძახი. ვერ გავიგებ, ჩქარობთ რაღაცას თუ ნელა მივდივართ. აი ეს ვერ გავიგებ, ან ნაადრევია ეს პროგრამა რის თქმა მინდა, იმიტომ რომ მე რო სიგარეტს თავი დავანებო დღეს სიტუაციას, ძალიან ბევრი პრობლემა მანამდე კიდე გასაკეთებელია, თუნდაც მე აქ ამ თემასთან ცოტა როდის მოვიდოდი და აბსოლუტურად თქვენ აზრს დავიქრებოდი, დავანებოთ, მაგრამ როცა მე აქ 9 პრემიერის მერე მომიწვევენ, როცა სხვა სფეროები უფრო კარგად მოხდება, როცა რაღაცა სხვა მოტივი, რაღაცა მუდმივი, სტაბილური რაღაცები უნდა გაიარო, მე ხა დღეს დავждე და ამაზე ვილაპარაკო. იცით რა არის? აი მე გეტყვით რა არის? ანუ სპორტი წახე ალბათ. ემოციურად და მე გადავთარგმნი ასე. მე ცოტა გადავთარგმნი და სხვა სიგარეტის დანებება უფრო მარტივია განვითარებულ ქვეყნებში. სადაც შეგიძლია ალპის ზონებში იარო ის მაგათაც სათხილამურო კურორტებზე და ასე შემდეგ, ვიდრე საკმაოდ ესეთი სოციალურად მძიმე ფონის მქონე ქვეყნებში, ან თუნდაც საქართველოში, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა და იქ მწეველების რიცხვი გაცილებით უფრო დიდია. ესეც ფაქტია და სტატისტიკაა, ხო? უბრალოდ რო ვთქვათ, იქ სადაც შენ ხარ დაკავებული მთელი დღე სამსახურში ხარ, მე მიდიხარ ფიტნეს დარბაზში, მე ბავშვებთან ერთად მიდიხარ კურორტზე და ასე შემდეგ და სახელმწიფო გიწყობს მე ვიცი რომ უცხოეთში ხო ევროპულ ქვეყნებში პრემიას აძლევდნენ იმ ადამიანებს ვინც ანებებდა სიგარეტს ხო თუნდაც ეს შეიძლება სტიმული იყოს ხო მეოთხე ხალისხოვანი ადამიანი ხარ იციან არა აი შემიძლია ესე გითხრათ რა თქმა უნდა და ცოტა სხვანაირად გადავთარგმნიდი რაც ბრძანა ჩვენმა სტუმარმა რომ ანუ მზაობა ესე იგი რა მზაობა გვაქვს და რა ეტაპზე ვართ რა თქმა უნდა ისე როგორც ანებებენ იმ მაჩვენებლებით, როგორც ანებებენ ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენთან შეიძლება ეს გაჭირდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა დაველოდოთ, როდის განვითარდებით და მერე დავიწყოთ, ეს უნდა დაიწყოს დღეს, აუცილებლად დღეს შესაბამისი ნაბიჯებით და იმიტომ რომ აი მარტივ რაღაცას გეტყვით. წეველების 40% ყოველი მეორე მწეველი ცდილობს თავი დაანებოს მოწევას. რაღაცას აკეთებს, მაგრამ იმის გამო რომ სახელმწიფომ ვერაფერი ვერ გაუკეთა მას, არ შეუქმნა შენობები, სადაც არ ეწევიან, ფასი ისეთია და ყველგან არის ეს ყველაფერი, არ შეუქმნა არანაირი პირობა, რომ ეს რეალობად აქციოს. ესეც არ შეიძლება, ხო? ანუ საჭირო არის რეალური ნაბიჯების გადადგმა და დღეს. თუმცა გარკვეული ნაბიჯები იქნება. ეს ცოტა სადიზმს გავს ეს. ანუ უნდა გამიძვირო და მაყურებინო. აი შევთანხმდეთ რომ ეს არ იყოს სწორი
ნაბიჯი, ანუ არ იყოს სწორი ნაბიჯი, ამაზე ვერ შევთანხმდებით. ზოგადად, თამბაქოზე ფასის მატება არა ისეთი, როგორც და ეს არის აბსოლუტურად კერძო კომპანიის რაღაც გარკვეული. რაც აბსოლუტურად სახელმწიფოში არ მიუღია ამაში მონაწილეობა. თვითონ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება და თვლის რომ ჩადგეული პერიოდში თუ არა, თუ ისე ვერ გადაგვირებული. გეტყვით ზუსტად მაგ იმას, მაგრამ გარკვეული ის სამი ბრენდი ისევ ის არის. ტემპით, გარკვეული ვალდებულებით მოხდება თანდათანობითი გაძვირება. ზოგადად გაძვირებაზე, როდესაც ვაპარაკობ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება და ჩვენ მისი რეკომენდაციებით მოქმედებთ, თუ უნდა გავაკეთო და გავაატარო ერთი ინტერვენცია თამბაქოსთან დაკავშირებით, ყველაზე ეფექტური არის ეს არ გაძვირება, ფასების მატება. ეს არ არის მხოლოდ რომ ვინც ეწევა იმან დაანებოს თავი. ეს არის რომ ბავშვებმა, რომლებიც ხელმისაწვდომო სხვა ხერხებიც არის და ამაზე ვისაუბრეთ, ქალბატონელა, უკაცრავად მე თეონას მინდა მივმართო. როდესაც გაჩაღდა, ანუ როდესაც გათენდა ის დილა და გავიგეთ, რომ გაძვირდა ეს ძალიან პოპულარული სიგარეტი და სოციალურ ქსელში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საპროტესტო წეველების მხრიდან რომ ეს რა არისო და ჯიბე გაფხეკილი უნდა დავრჩე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ჩვენც არამწეველებმა ბევრმა დავწერეთ სტატუსი. მე უბრალოდ რა გამაოგნა, იცით რომ თეონას სტატუსი იყო პრინციპში ძალიან ბევრი არამწეველის იდენტური სტატუსი და ჟღერდა ესე. უკაცრავად, ბოდიში არ ჩამქოლოთ, მაგრამ მე ამას მივესალმები. იმიტომ რომ მე ბოდიშის გარეშე დავწერე, მე ჩამქოლეს კიდევაც, მე დავწერო მის. ეს არის დარდაიზა. რატო ესე მოწიწებით? ანუ ჩვენ ვართ ყოველთვის დაჩაგრული. აი ბოდიში მე არ ვეწი, მაგრამ თქვენ მოწიწეთ, მაგრამ მე არ რატო ვართ ყოველთვის დაჩაგრულების პოზიციაში, რატო ვართ საქართველოში? თეო. მოკლედ, მე ჩემ პირად გამოცდილებით დავიწყებ და მე პროფესიულს დავამატებ, იმიტომ რომ დავიწყებ იქიდან რომ სიგარეტის ინდუსტრია სათამაშო ინდუსტრიასთან ერთად არის ორი ინდუსტრია, რომელსაც მე არასდროს არ მოვემსახურები, ჩემი პირადი არჩევანია და ჩემი პირადი სამოქალაქო სააგენტო არასდროს არ მოვემსახურება ამ ორ სფეროს, რაც არ უნდა მაღალარაზღაურებადი კონტრაქტები მქონდეს, ეს მე ვთქვი და ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის შეხვედრაზეც არ მივდივარ ხოლმე ამ სფეროს წარმომადგენლებთან. რატომ ესეთი ნეგატიური დამოკიდებულება? საბედნიეროდ, ჩემ ოჯახში არავინ ეწევა, მამა ჩემი იყო მწეველი და თავი დაანება საკმაოდ ადრეულ ასაკში და ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მე თორე რომ გაუძვირეს. არა, ეს მისი გადაწყვეტილება. მე რამდენიმე წლის წინ დავფიქრდი იმაზე, თუ რატომ არ ვეწევი. მე დავიბადე ისეთ უბანში და ისეთ სიტუაციაში, ისეთ სკოლაში გავიზარდე, სადღაც მე-11 კლასში მივხვდი, რომ ჩემი 15 კლასელი გოგოსგან რაღაცა თქვათ 12-13 ეწეოდა და მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი და ძალიან სასაცილოა რომ დღემდე სიგარეტის გასინჯული არ მაქვს. ეს იყო ჩემი სამოქალაქო, ესე ვთქვათ, შინაგანი პროტესტი, რომ რატომ უნდა გავაკეთო ის, რასაც აკეთებს ყველა. მე ამას რომ ჩავუღრმავდი, რამდენიმე წლის წინ წავატყდი ძალიან საინტერესო წიგნს, თუ ვინმეს მარკეტინგთან ან PR-თან შეხება აქვს, ბევრს ექნება წაკითხული, მადლობთ რომ ეწევით. ანუ ამ წიგნში არის მოთხრობილი თუ რას აკეთებენ ეს მარკეტინგული და PR საკონსულტაციო კომპანიები, რომ სიგარეტი გახადან უფრო მიმზიდველი და ერთ-ერთი ძალიან კარგი кейსია, მაგალითად, როგორ გაჩნდა სიგარეტის მწველი სეგმენტი ქალები, იმიტომ რომ ქალები რაღაც ეტაპზე საერთოდ არ ეწეოდნენ სიგარეტს, მათ ეს ძალიან კარგად დაუახლოვეს, ესე ვთქვათ, ფემინისტურ აფეთქებას, როდესაც თქვენ რომ აი შენ გიშლიან მოწევას, მოდი მოწიე და გააპროტესტე. ამით რამე უფლება გაქვს, რაც მამაკაც შენ შეგიძლია მოწიო სიგარეტი. ამით რა მივიღეთ? მივიღეთ 20-იანი წლების ფილმები ჰოლივუდისა და ძალიან ლამაზი ქალები. უხდებათ, იმიტომ რომ მარლენ დიტრიხია და არ არის სხვა ადამიანი. მას ყველაფერი უხდება. არ უხდება. აქედან გამომდინარე, ეს უხდება, ვთქვათ, იგივე ეს მოდის ინდუსტრია, რომ ვთქვათ, ტანსაცმელი რატო იყიდება ძალიან ძვირადღირებული, იმიტომ რომ ჟიზელი ყიდის და არ ყიდის, ვთქვათ, ჩვეულებრივი სტანდარტული პარამეტრის მქონე ადამიანი. ამიტომ მე ძალიან კარგად ვიცი თუ რა ძალისხმევა სჭირდებათ მით უმეტეს დღეს ინდუსტრიებს, რომ სიგარეტის მოხმარება გაზარდონ ან არ შეამცირონ. აქედან გამომდინარე
ჟიზელი ყიდის, ნახეთ, აი ჟიზელი ყიდის და აბა ზუზუს გაყიდული შეკერილ კანსაც. არა, ჩაცმული, ანუ მას უხდება. ასეთივე დამოკიდებულება სიგარეტის მიმართ, რომ მე თითქოს რაღაც ჩემს თავს ვაიგივებ იმ ადამიანთან, არა და ვერ ვაიგივებ, იმიტომ რომ ვზივარ და თურქულ სერიალს ვუყურებ, ან ინდურ სერიალს ვუყურებ და ჩემი პრობლემა არის ეს და არა ის რომ ეს სიგარეტს ვეწევი თუ არა. ანუ პროტესტის თემა სიგარეტთან ძალიან კარგად დაახლოვეს PR სპეციალისტებმა და ვთვლი რომ მათ ამისთვის ეკუთვნით ყველა ჯილდო ცუდი გაგებით, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი დაღუპეს და იგივე ბავშვები პირველი როდის ეწევიან, როდესაც თავისუფლების შეგრძნება უჩნდებათ, როდესაც ეს არის რაღაცა დამალული, აკრძალული და აქედან გამომდინარე ვთვლი რომ თუ ამას ადამიანი შეიგნებს, გაიაზრებს ადრეულ ასაკში ძალიან არ მოუნდება სიგარეტის მოწევა. რაც შეეხება მეორე თემას, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი აგრესიული კომენტარი დამხვდა და დამხვდა აგრესიული პოსტი, რომელიც მივხვდი რომ ეძღვნებოდა ჩემს ამ სტატუსს, იმიტომ რომ სადღაც 10,000-მდე ფოლოვერი მყავს და აქედან გამომდინარე მაინც მივხვდი რომ დამხვდა ერთი ძალიან ცნობილი ადამიანისგან. ანუ ხალხი ხართ ყველა ვინც ვიღაცა ჩუმად შევა პედოფილია და ის ძის დღეს და სოციალურ წეს რო არ მოწიოთ ეს ერთი რაღაც მინდა ვთქვა, მე სხვის უფლებების შეზღუდვაზე, როდესაც მე საუბრები ან წეველები, აქ იგულისხმება ის რომ მე როგორც პასიურ მწეველს ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება მომადგეს და ელემენტარულად ჩემთვის ძალიან არახიგიენურია, როდესაც გამოვდივარ შეხვედრიდან და თმაზე მაქვს სიგარეტის სუნი. ძალიან ხშირად მომხდარა ესეთ შემთხვევაში, წავსულვარ, გამომიცვლეთ ანსაცმელი, სხვა შეხვედრაზე უბრალოდ არ მივეცი ჩემ თავისუფლება, რომ საფერფლის სუნის მქონე ადამიანი მივსულიყავი. ეს ჩემი პირადი დისკომფორტია. მესმის, რომ ვიღაცის პირადი დისკომფორტი შეიძლება იყოს, რომ მე ვსვამ ყავას და მას ყავის სუნი არ მოსწონდეს, მაგრამ აქ ჯანმრთელობაზეც არის საუბარი. დღეს მქონდა სანამ ოფისიდან წამოვიდოდი, ჩემი თანამშრომლები სიგარეტს ეწევიან, თუმცა ძალიან მსხვილდავ მე ამ ყველაფერს ეწევიან ეზოში, გარეთ, იქ საფერფლი არ დავდგი, მოკლედ ვცდილობ, რომ შევამცირო, მაგრამ მიჭირს მათთან ბრძოლა და აი ბავშვთან ერთად მე მყავს უკრაინელი ჯგუფი, რომელიც პროდაქშენზე მუშაობს და რომ მოვუყევრო ამ გადაცემაში მოვდიოდი, ეს ბიჭები ძალიან ესეთ გულშემატკივრობდნენ, რომ და დამხვდნენ ამ და ჩემი თანამშრომელი ეუბნება, რომ აი ეს ჩემი ვთქვათ მეგობ პარტნიორი ეუბნება, რომ აი მაგალითად ბავშვთან ერთად რომ მიდიხარო რესტორანშიო, იქ რო ეწევიან და ნუ რატო უნდა წახვიდე ბავშვთან ერთად რესტორანში? ეს არის ჩემთვის ძალიან სასაცილო. რა თქმა უნდა, ეს ის არგუმენტია, რომელსაც მე ვერ მოვისმენ. მე ალბათ არ უნდა წახვიდე ბავშვთან და იმდენი ვერ მოვწევ. ნებისმიერ საათზე შეიძლება წახვიდე ბავშვთან ერთად და მაინც დაგვხვდება. ამიტომ მე სხვის უფლებებს და არ ვუძვრები არავის სახლში, არ ვეუბნები რომ შენ ახლა ადექი და რაღაც არ მოწიო არაზუსტ, თუმცა მე გამიხარდება მე სანულა შედასტუმად არაზუსტ სახლში რო ვერ მოწევ. მე სადღაც დავждე და ვერ მოწევ. თუმცა არასწორი პოზიცია. მე თევნას ვეთაყვი, არასწორი პოზიცია, რომ იმის გამო არ უნდა წახვიდე ადამიანთან სტუმრად, ან თუნდაც მანქანაში ჩაუჯდე იმის გამო, რომ იქ არ შეიძლება უნდა მოითმინო და მე გადახმო და მე მოწევ. ხო და შეიძლება გავამოვწევ და შემოვალ. ერთი რამ მინდა ეს რამე თევნას დამთავრდა. ანუ ორი საკითხია. ერთი არის ის, რომ არსებობს პირადი გადაწყვეტილება, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენს ყველა პირად გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებს საზოგადოებრივი ეგრეთ წოდებული სტრიმები, ანუ მიმოქცევები, რომელსაც აკონტროლებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც რაღაც წერენ ამ სტრატეგიას. მე მინდა რომ ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს სიგარეტი, ნამდვილად მინდა გულწრფელად, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები მეტყვენ, რომ შენი საქმე არ არის, მე მოვწევ თუ არა, მაშინ მე შენ აგიგრძალო, რომ გაიკეთო მაკიაჟი ან მობლურზე ისაუბრო, მაგრამ მე მათ დაუსახელებ ძალიან მარტივად 3-4 სტატია, სადაც ნახავენ თუ რატომ დგანან ისინი ხელში, რატო უჭირავთ სიგარეტი, რომლის ერთ მხარეზე ზის ეშმაკი, მეორეზე სულელი, როგორც ამბობენ ერთ ცნობილ გამონათქვამში. ძალიან კაი, კაცხვენი რეპლიკა. მინდა უბრალოდ ჯერთი ძალიან ასე ვთქვათ, აღრთოვანებული ვარ, ასე ბრძანებს თეონებო აღმოჩენა ჩემთვის რომ PR სააგენტო აბსოლუტურად მას აქვს, ესე იგი ეთიკის კოდექსი, რომ არის ურთიერთობოს მავნე ინდუსტრიასთან, ეს არის განვითარებული ქვეყნების დამახასიათებელი და ჩვენთან იშვიათობაა. და გეტყვით ბევრ PR კომპანიას, რომლებიც ძალიან ამ ხრივ ძალიან ჩამორჩებიან და ნამდვილად სწორი აქცენტები აბსოლუტურად ქალებში. დააკვირდით თქვენ რა ხდება საქართველოში. თამბაქოს ინდუსტრია ყველა ტელესერიალში, სადაც კი მიუწვდებათ ხელი, ცდილობს წარმოაჩინოს ქალების მწეველობა. და ამაში იხდება ფული. კონკრეტულად ჩემი ცოლის დაქალები ეწეოდი?
კონკრეტულ ამაში ხდება და ჩვენ დავაფიქსირეთ ფაქტი, რომ არ მინდა კონკრეტული სერიალი, დავაფიქსირეთ ფაქტები, რომ ბოლოში ტიტრებში იყო ჩაწერილი სწორედ თამბაქოს ინდუსტრია. და მე ესე ვთქვათ, მოხდა, რა თქმა უნდა, ეს იყო სპონსორირებული აქტივობა. დღემდე ასე არის და მე ბევრს დავისახელებ. ეს არის რა? საქართველოში ოფიციალური მონაცემებით ქალებში მწვერვალობა არის 5%. რა ძალიან დაბალი ციფრი არის და ცოტა დაუჯერებელიც, მაშინ როცა დამამთავრებინეთ, მამაკაცებში არის 55%. 45%-ია ქალებში. არა, 5% არის დამერწმუნეთ მე ჩავატარე ეკვლევა, თუმცა არის დავა იმაზე, ეს არის არა რეალური მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, არამედ ვიც ბრძანა ეს. მაგრამ ეს არის ქალები, ეს არის უშველებელი სექტორი, რომელშიც მათ, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, კბილები უკაცკაცებთ, როდის გახსნიან ამ სექტორს, რომ აქედან ფული იშოვონ. ეს არის მათი მცდელობა და ის რასაც ჩვენ ვხედავთ მედია სივრცეში, რომ ქალებზე, ახალგაზრდა გოგონებზე დამიზნებული კამპანია სწორედ ეს არის, მეტი არაფერი. და თქვენ შეგიძლიათ გაამახვილოთ ყურადღება ამაზე და ნახოთ. სხვა აქცენტებსაც, რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ მწეველი არ ეწევა, აი ვთქვათ, არის საუბარი იმაზე, რომ ეს ჩემი არჩევანია. ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის თუ არა ეს წეველის არჩევანი. კიდევ ერთხელ ამბობ, მეც ვიყავი მწეველი და ძალიან კარგად ვიცი, როცა უკვე აანალიზებ შენ როგორ შეხვედი რა თქმა უნდა ეს არის გადამდები ჩვეულებრივი ოჯახში ეწევიან ბუნებრივია პლუს ამას ნორმალიზება ის რომ შენ ხედავ ამდენ რეკლამას ის რომ ათასნაირ ტექნოლოგიას იყენებენ ისინი რომ ბავშვებში ეს წარმოაჩინო როგორც ნორმალური მოვლენა რა პლუს ის რომ აი თქვენ ერთი წამით წარმოიდგინეთ ჩვენი სავაჭრო ობიექტები სიგარეტის გარეშე ალბათ ძნელად თუ წარმოსადგენია ხო? ანუ გეტყვით 2016 წლის ბიუჯეტი 90 მილიონი ლარით შეივსება, როდესაც ოდნავ აქციზის უბრალოდ ძალიან მაინტერესებს შეივსება უბრალოდ შეივსება ბოლო ბიუჯეტი, მაშინ დავანებებ. ის ბიუჯეტი თუ მე მომხმარდებ, სხვა თემა და ერთად შევსება. მე არ ვიცოდი აქ მე აქ მოსული თუ ვიყავ რომ სიგარეტი კარგია არ ვიძახი. მე გაძვირებასთან მაქვს ისა ქვია პროტესტი, იმიტომ რომ მე ამით ვერ ამიგზავნოს ვერავინ სიგარეტს, თორე ცუდი როა სიგარეტს მოწევა, მაგას მე ზუზუ გაძვირებაზე, აი ეს აფეთქებული ყუმბარის ეფექტი ქონდა ამ გაძვირებას და ერთ-ერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა გამომიგზავნა მე ფილმი, რომლის პრემიერა შედგება ახლა კავკასიაში, მოკლე ფილმია, თუ შეიძლება გაუშვათ, გიორგი კობაიძე არის, თუ არ ვცდები, გიორგი კობაიძე არის რეჟისორი ამ ფილმის და მას ჰქონდა ესეთი რეაქცია ამ გაძვირებაზე. გთხოვთ გაუშვათ და უყუროთ.
რეაქცია იდგა ჰქონდეთ სიგარეტის მომხმარებლებს, ნუ ეს არის რა თქმა უნდა ესეთი სკეჩის სახით გადაღებული უტრირებული. როდესაც არ ვიცი, სახლს გაყიდი, ავირს გაყიდი, სულს გაყიდი, ოღონდ ჩაიგდო ხელში ესეთი სულილებასთან დაკავშირებით ამაზეც ვიფიქრე ბევრი და წავიკითხე, რატო ანებებენ ადამიანების სიგარეტს თავს. ის კამპანიები, რომლებიც ხშირად იგეგმება და არის რაღაც ესე ვთქვათ, გაშავებული ფილტვი თუ წარწერები, საკმაოდ დაბალი ეფექტიანობით გამოირჩევა, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ესეთი ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ ეს მე არ დამემართება. ანუ პირველი თემა, რაც მას მოსდის თავში, რომ მე ეს არ მომივა, აქედან გამომდინარე ხშირად ხდება რომ ეს კამპანიები თვითონ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ არის ხოლმე ისე დაფინანსებული, რომ ეფექტი არ კონდეს და რაღაცნაირად თითქოს რაღაცებს აკეთებენ. მაგრამ არის მეორე საკითხი, რაშიც მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩვენს იმ საზოგადოებას, რომელსაც ბევრად მეტი იცის ამ თემაზე, დისკომფორტის შექმნა, იმიტომ რომ ადამიანი ხშირად სიგარეტს ეწევა გარკვეული კომფორტის გამო. ანუ აი მოусმინეთ მწეულს, რა სყვება ის ყვება, რომ აი ყავას რო დავლებ დილით ავდგები და სიგარეტს მოვუკიდებ, ანუ მისთვის ეს არის რაღაცა რიტუალი. როდესაც ამ რიტუალში შედის დისბალანსი, ის აუცილებლად ეცდება, რომ ეს რიტუალი სხვა რაღაცის ჩაანაცვლოთ. ახლა ვიღაცისთვის ეს არის ყვებითი თერაპია, ვიღაცისთვის ეს არის შეიძლება იყოს ვარჯიში, შეიძლება იყოს რაღაცა სუნთქვითი სამუშაოები. ამიტომ პირველ ჯერზე, ვთქვათ, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ სიგარეტის გაძვირება და მინიმალური კომფორტის შექმნა ადამიანისთვის, რომ ის სიგარეტს მოწევს და ვთქვათ, იქნება რაღაცა მის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდი იქნება, ეს ძალიან კარგად მოქმედებს ხოლმე. მე ძალიან მიკვირდა ყოველთვის, მით უმეტეს სკოლის პერიოდში, მე როდესაც ვსწავლობდი სკოლაში, მაშინ